ჩვენ აშუშები, ცოტა ოდნავ ვამუქებთ. ცოტა მერე რო მეორე ხში ტონი მივცეთ, ხო მეტი? ვანიჩკა. ხარმზად. კი. გადაცვალე, მადლობა. მოგესალმებით ყველას, გისურვებთ დიდ წარმატებას. პრემიერის დაწყებამდე დარჩა ნახევარი საათი, გთხოვთ ყველას. და ასე იწყება სპექტაკლი. დღეს არის პრემიერა ჯამბაზები. ვერ ჩამოვთვი რამდენი სპექტაკლი მაქვს ნამღერი, მაგრამ რეალოა რაც თან დახვება სცენაზე გასვლას ყოველთვის მაქვს არ მოიხსნა რა და არა გავიდა ამდენი წელი და მაინც მაქვს და ალბათ ეს არის მნიშვნელოვანი და კარგი რომ ამას მოაქვს ტონუსი, ამას მოაქვს ადრენალინი რომ შედიხარ სცენაზე და მე წარმოადგენ იმ გმირს ვისაც თამაშობ. ძალიან მრავალწახნაგოვანი როლია და რამოდენიმე ფერი უნდა წარმოადგინო სცენაზე. ტონი არის ბოროტი, თან არის ჯამბაზი, თან არის ვითომ თბილი, მაგრამ ყველაფერ უბედურებას ჩადის ჩემი გმირი. ძალიან რთულია ასეთი რამის შექმნა, მაგრამ უნდა შექმნა. ჩვენ იმიტომ ვართ არტისტები, რომ უნდა შექმნა. ჩვენ მარტო მომღერლები არ ვართ, ჩვენ არტისტები ვართ და ვქმნით ასეთ როლებს. ამ სპექტაკლში ბედნიერი ვარ, რომ მონაწილეობენ ის ადამიანები, ვისთან ერთადაც მე წლების მანძილზე მღერივარ ანსამბლ სულიკოში. ჩვენ ძალიან გვიადვილდება ამის გამო ერთმანეთთან ურთიერთობა სულიკოშიც და ურთიერთობა ოპერის სცენაზეც, რომ მეტად გვესმის ასე ვთქვათ ერთმანეთის. ემოციებისგან ვარ სავსე, მეგონი ყველაფერი გავიღე იმისთვის, რომ ყოფილიყო მაყურებელი, აი მე და გელა ვიდექით ერთად სცენაზე და ეს ბედნიერება, რომ ჩვენი სულიკოს წევრები იქაც ერთად ვდგავართ და აქაც ერთად ვდგავართ. მოკლედ ყველა სცენაზე ერთად ვდგავართ. ოპერის წინ რომ ჩაივლის ადამიანი პირველი ის უნდა აღიქვა, რომ ოპერის თეატრიდან საოპერო ხმები გამოდიოდეს, ეხლა ისმის ფოლკლორი და ისმის ოპერის თეატრის სოლისტთა ანსამბლ სულიკოს ხმები და ნამღერი. ეს პრეცედენტი, როდესაც ოპერის სოლისტები მღერიან ფოლკლორს, ხალხურ სიმღერებს, პოლიფონიას, ამის ანალოგი მსოფლიოში არ არსებობს და ეს ჩვენ შევქმნით დაახლოებით 19 წლის უკან. მარტო აკორდი დავსვა. ზინა. ქვევიდან გააკეთე რა, გთხოვ რა. კარგი. კაი, იმისა შოთავ ისევ შენ ადექიო. ჯიგარი ხარ, ეგ არის. კაი. ეგ არის. კაი და როგორც იყო. ბუნება. კაი, ბუნება. ბიჭები, ნახე. 2007 წლის 24 აპრილს ჩვენ მოხვდით მაგიდასთან და ჩვენი სტუმარი იყო ყაზახეთიდან ერკინა ტატიშევი, დავით საყვალელიძემ დაგვპატიჟა რამოდენიმე ოპერის სოლისტი და იქ რამოდენიმე ესეთი ლამაზი ხალხური სიმღერა შევასრულეთ და დაებადა ამ კაცს იდეა, რომ ხო არ იმღერებს ოპერის მომღერლები ხალხურ სიმღერას.
პირველად რომ მოვისმინე საოპერო ვოკალით შესრულებული აი ესეთი ხმებით და კლასიკურად დაყენებული ხმებით მოვისმინე ქართული სიმღერა განსაკუთრებულად იმოქმედა, იმიტომ რომ იმ მრავალფეროვნებას, რომელიც აქამდე გქონდა, კიდევ დაემატა ჩემთვის ასეთი დიდი ჟღერადობა და გამდიდრდა ჩემთვის კიდევ ერთხელ ეს ქართული სიმღერა და ყოველთვის მინდოდა რომ ასე მოესმინათ ბევრ ხალხს. ანუ იმასთან ერთად რაც არსებობს მრავალი დიდი პალიტრა ქართული ანსამბლებისა, ხალხური კოლექტივებისა, კიდევ მინდოდა რომ ამათ გარდა მოესმინათ დიდი საოპერო მომღერლების მიერ ნამღერი ეს ქართული საოცარი მუსიკა. ამიტომ მე მიხარია რომ ამის მომსწრე გავხდი. სამწუხაროდ ხმა არ მაქვს, თორემ მეც დიდი სიამოვნებით ვიმღერებდი მათთან ერთად. მაგრამ მათსმენას, რა ვიცი, არაფერი არ ჯობია და მიხარია, რომ თითქოს ჩემი სხეულის ნაწილია ეს ყველაფერი. განსაკუთრებულია ამ ანსამბლის შემადგენლობა, განსაკუთრებით გამოირჩევა, იმიტომ რომ არ მეგულება მე საქართველოს არც ერთ კუთხეში და მით უმეტეს თბილისში ასეთ შემადგენლობის გუნდიან ანსამბლი არსებობდეს. მით უმეტეს რომ ბიჭები არიან გამორჩეული სოლისტები ოპერისა და ბალეტის თეატრის და რა თქმა უნდა ისინი უმეტესობა, თითქმის უმეტესობა გაიზარდა ხალხურ ანსამბლებში, როგორც არის მირანგულა, მართვე, დარიალი და ასე შემდეგ. ჩვენი მაესტრო თემურ ქევხიშვილი ყველა ვიცით რომ ვინც იყო ჩვენ ამ ხელა მრავალი თაობა ჩვენ ყველა გავგზავნა, მაგრამ ყველასთან წვრილი მიუძღვის და გურჯაანში რო ჩავედი, მოკლედ უბრალოდ თაობა მიხვება თემურის ბატონი თემურის გაზრდილები არიან და პირველად რომ ჩამოვიდა გურჯაანში დაახლოებით არ ვიცი 40 ადამიანამდე მანდ შეკრიბა და მოკლედ ბოლოში ვისაც გადასვამდა კარებისკენ კარებთან ახლოს იყო სკამები რა და სულ ბოლოში კარებთან ახლოს ვისაც დასვავდა ერთი რეპეტიცია, ორი და მესამე აღარ მოდიოდა. იმიტომ რომ იცოდა ეს მაესტრო შეუნები. არა, მაგას მოუწია ბოლოში. ეხლა მე გამომარები ბოლოში. ვეკამ გაიხსენა ისა თემური რა გეუბნები. და არ გადავა. ანსამბლი შეიქმნა პირველ რიგში უნიკალური ფოლკლორის სიყვარულით. და რომ წარმოვიდგინოთ, აი რუკაზე რომ წარმოვიდგინოთ, აღმოსავლეთით რომ შევხედოთ არც ერთ ერს მე მგონი გადაჭარბებული ნათქვამი არ იქნება არც ერთ ერს არ აქვს ესეთი უნიკალური მრავალხმიანობა და აი ამის სიყვარულმა გაგვაერთიანა და ჩამოგვახალიბებინა ანსამბლი და ღმერთის წყალობით ესე დღემდე მოვდივართ დიდხანს არ შევაკავოთ რა თორეო ერთი ორი სამი Dialo darialo, demi khatsarialo, sheni shemkure vashkatsi, zlevi vasarialo. ვაკეთებ ამ საქმეს დიდი სიყვარულით და ენთუზიაზმით, რაც თავარია, იმიტომ რომ ეს ჩვენი ფესვია, ჩვენი ძირია, კი პროფესიით ჩვენ საოპერო მომღერლები ვართ, მაგრამ ის თუ არ გაქვს შენი ძირი, რაც გაყვარებს მუსიკას და სიმღერას, ვერ შეიყვარებ ვერანაირად, ვერც ვერდის და ვერც ლეონ კავალოს. შენი თუ არ გიყვარს, ჩაკრულ არ გიყვარს, ავალჟამიერი არ გიყვარს, ვივალ გურიაში ვერ იგრძნობ იმას ისე როგორც გულიანმა მომღერალმა უნდა იგრძნოს. თუ შეიძლება ესე ითქვა. ძალიან
დიდი მნიშვნელობა აქვს აი სწორედ ხმის დამუშავებას და ხმის წყობას. ქართული ოპერებიც თუ დააკვირდებით ძალიან დიდი გავლენა აქვს განსაკუთრებით ზაქარია ფალიაშვილის თაქთაქიშვილის დოლიძეს ქართულ ოპერებში ძალიან დიდი გავლენა არის ქართული ხალხური მუსიკის. სწორედ აი ეს ხმის წყობა, რომელიც სულიკოში გვაქვს, ჩვენ არ ვცდილობთ, რომ იყოს აი ძალიან განსხვავებული ბგერა, თუნდაც ხალხურზე ან ქალაქურ სიმღერებზე. იმ კლასიკური წყობით, კლასიკური ბგერით მაქსიმალურად მიუახლოვდეთ ხალხური წყობას და ხალხური სიმღერის განლაგებას, როგორც მოითხოვს სიმღერები თვითონ. მართლაც ის შინაგანი სამყარო, რაც თითოეულ მათგანს როგორც სოლის აქვს, ლამაზად არის წარმოჩენილი, ანუ ეს ინდივიდუალურ მხარეს ფერადოვნებას, აი ემოციურ ნაირგვარობას ანსამბლისა დიდწილად განაპირობებს. აი, როდესაც გაისმის ხოლმე მათი, ასე ვთქვათ, ხმები, საკმარისია ერთი თანაჟღერადობა აკორდია, თუნდაც პატარა რაღაც მონაკვეთი გაჟღერდეს, რომ მაშინ მიხვდებით, რომ ეს არის ანსამბლის სულიკო. ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე აქვს ანსამბლს დიდი ხანია თავისი ხელწერა და ერთსაც დავამატებდი, რომ ისინი ღირსეულად წარადგენენ ქართულ საშემსრულებლო ხელოვნებას მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში და ამისთვის ბიჭებს განსაკუთრებული მადლობა მინდა უთხრათ. ეხლა რომელი ადგილი გინდათ, აბა მიდი, კაია. რა მიდი ბიჭო დამცინია. აი, დამცინი დაგვამოს. 1 2 3. ანალუსი ხანაკება, ცეოწელა და ცულა. გავიდა. ვაშკაცო, თემშინაკება, ვაშკაცო, დაუზუნარო. სადღაც 10 წლის წინ, როდესაც ჩამოვედი საქართველოში და დავინიშნე აქ სამხედრო ხელმძღვანელად, დამხვდა, ასე ვთქვათ, სახელწოდებით სულიკო ანსამბლი და აღმოჩნდა, რომ ჩემი კოლეგები არიან, მომღერლები, მუსიკოსები ჩვენი თეატრის და მივიღე აბსოლუტურად ლოგიკურად, თუმცა რაღაც პერიოდი დამაფიქრებელი იყო ის მინიშნებები, რასაც მეუნდები, მაგრამ მე დავრწმუნდი, რომ პირიქით საამაყოა თეატრისთვის, რომ თეატრის მუსიკოსები, მომღერლები ასრულებენ იმ ნაწარმოებებს, რაც მათ ხელეწიფებათ, ეს არის კლასიკური მუსიკა და ამასთანავე ასეთივე დონის შესრულება ქართული ხალხური საგანძურის. მიხარია, რომ ღირსეულად გააქვთ როგორც საოპერო, კლასიკური მუსიკა, ისე ხალხური მუსიკა. მე ერთხელ ვახდი ქართულ დელეგაციას, რომლებიც ვიყავით საარემას ფესტივალზე ესტონეთში, უამრავი კონცერტი და სპექტაკლი ჩავატარეთ და ბოლოს იყო ანსამბლ სულიკოს კონცერტი. აი, ანსამბლ სულიკოს კონცერტმა გადაჭრილა ის მანამდე, რაც შევასრულეთ კონცერტი იქნება თუ სპექტაკლი, დაჭრილა იმ ხელა წარმატება ჰქონდა. აი, ჩემი თვალით მაქვს ეს ნანახი. არ არის ადვილი დღეს შეთავაზო ასეთი მრავალფეროვანი რეპერტუარი პუბლიკას, ეს მართლა ძალიან რთულია და ბიჭები ამას საოცარი ოსტატობით ახერხებენ. ეს არის ჩვენი ანსამბლის ნიშა, ჩვენ სივიდობ ვეძახი, რომ მეც ამ ოჯახის წევრად ვთვლი თავს, რა თქმა უნდა, მე კონცერტებზე არასდროს არ გამოსვლარ,
ანსამბლ სულიკოსთან ერთად, მაგრამ მის შექმნაში მეც მიმიწვის მონაწილეობა და დასაწყისში პირველ ჩანაწერებში მეც გვერდში ვედექი ბიჭებს. უბრალოდ მე საზღვარგარეთ მომიწია საცხოვრებლად გადასვლა და ფიზიკურად ვერ ვიყავით, თორე დიდი სიამოვნებით იქნებოდი ერთ-ერთი წევრი მეც ამ ანსამბლის. მე ალბათ ვარ რეკორდსმენი ამ ანსამბლების რაოდენობით, სადაც მიმღერია და ოპერაში აი თქვენ გენაცვათ ამათან მეყვარს მოკლედ გასტროლი. ხო რამდენ ანსამბლთან დადიხარ, ყველაზე კარგი თემა იქ არის, ადამიანები იცნობენ ყველაზე, მაგრამ გასტროლზე ერთმანეთს, ხო? ამათან არის განსაკუთრებული საზოგადოებრივ ყოფნა კონცერტებზე. განსაკუთრებულს მოყვები მაშინ ეს რა? მაგრამ განსაკუთრებულს მოყვები, მოკლედ კაუნასში ვართ, ვისაუზმეთ და უნდა წავიდეთ რეპეტიციაზე. ხო და გამოვედით და მე სხვაშორის ავიდეო მაიღო ნახევარი მსოფლიო იმდენი ნახვა გქონდა. შევედით ლიფტში და ჩვენ სათულზე უნდა ავიდეთ და მე რეპეტიციაზე წავიდეთ. შემოვიდა გია. და შემოვიდა გია ეს უნდა აწერია 4-ზე მეტი არ შეიძლება. 4-ზე აწერია თუ. ხო შემოვიდა გია მახაზე არ შემოხვიდე, ეუბნებით მაინც შემოვიდა და რომ დაიკეტა გადამი ბუხ და ჩავიკეტეთ. ჩავიკეტეთ ლიფტში და რა უნდა ახლა ხარცება ლიფტში ჩაიკეტება. ზოარ შეგეხუთო, სული დავიწყეთ სიმღერა. დავიწყეთ სიმღერა და მეგობარმა, მაშინ ჩვენთან მღეროდა გოჩა დათვისალმა, გადაიღო და დადო. ხო და თბილისში ჩამოვიდით, გავიდა ერთი თვე, ავდივარ ავტობუსში და ავტობუსში ბილეთი უნდა ავიღო და ბილეთებს აი ვიც ამოწმებს იქ გოგონა დგას მაშინ შიგნით კალბატონები და ვაიმე გეუბნება. დიახ, გესიამოვნა ხო მიცნეს. ხო თქვენ ის არა ხართ ლიფტში რომ გაიჭედეთ და მღეროდით. კი, ის არ მეუთხარი, ვაიმე, ყველა გისნოთ, მეუთხარი. გენაცვალე 25 წელია ოპერაში ვღერი და იმით ვერ ვიცარი. სახელი შენ მოდი სოფელ შენი ღონება შენი ვითარცა ცათაში ეგრეცა ქვეყანასაზე და პური ჩვენი არსობის სამომეთ ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენთან ნადები ჩვენ აი ხიდის თავს შეკრათა პირობა გავხდეთ ღვიძლი ზამანია ჩავხდეთ მუხრანა ბატონსო თავს თანგრიოდ ბანია სულიკო არის დღევანდელ აი ამ ანსამბლებს შორის ერთ-ერთი გამორჩეული ანსამბლი, რომელიც ქმნის ძალიან ძლიერ ორგანიზმს ჟღერადობის კუთხით, რეპერტუარის მხრივ, მათ რომ უსმენ ეტყობათ, რომ მათი აკადემიზმი, მათი მაღალი საშემსრულებლო კულტურა და ხარისხი არის ძალიან კარგად გაანალიზებული, დიდი ცოდნის შემდეგ მიღებული, ასე ვთქვათ, გამოცდილების შემდეგ მიღებული ფორმა, რომელსაც დღემდე ისინი ინარჩუნებენ. მათი რეპერტუარი არის თავიდან ბოლომდე დაფუძნებული იმ ტრადიციულ ქართულ ხალხურ სიმღერებზე და მათი შესრულების სტილზე, მაგრამ აკადემიური, ვოკალური, ამ უმაღლესი ხარისხის შესრულების დონით. ამ ხნის განმავლობაში
19 წლის განმავლობაში 83 გასტროლი გვაქვს გაკეთებული მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. 396 კონცერტი. ვანო, ღელაო. ღელაო რა უფრო პასუხისგებლობა რა. ხო, ძალიან საინტერესო სერიოზული ღონისძიება. ერთადერთი კონტინენტი, რომელიც დაგვრჩა, მე მგონი, სამხრეთ ამერიკა და ავსტრალია. დანარჩენი ყველგან ვართ ნამყოფი. ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, ერევანში გვაქვს საოცარი კონცერტი ჩატარებული, ისრაელში ფანტასტიკური კონცერტი ეილატის საერთაშორისო ფესტივალზე, სადაც იქაურ ორკესტრთან ერთად შევასრულეთ ცნობილი არიები და კლასიკური საგუნდო ნაწარმოებები პირველ განყოფილებაში და მეორე განყოფილება იყო უკვე ფოლკლორი. პარიზში ქონდა გასტროლი, სადაც მთელი მსოფლიოდან ესწრებოდნენ დიპლომატები, ესწრებოდნენ სამხედრო ატაშეები, ძალიან დიდი ოვაციების ქვეშ მიდიოდა ეს კონცერტი და არ დამავიწყდება ამერიკელი მაღალჩინოსანი სამხედროების ცრემლი, ფეხზე დგომა და ტაში. მე მინდა ბიჭებს ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ყველას, ვინც შენ ანსამბლში არიან. ეს ანსამბლი არის მეგობრობის, ძმობის ანსამბლი. ანსამბლ სულიკოში მღერიან მეგობრები, ყველანი ერთმანეთის მეგობრები ვართ. ქართული ფოლკლორის სიმღერა, საგუნდო ნაწარმოებების სიმღერა არის სასიამოვნო პროცესი, რა თქმა უნდა, მაგრამ უფრო სასიამოვნოა, როცა ამას აკეთებ შენს მეგობრებთან და ისეთ ადამიანებთან, რომელიც გიყვარს. ეს ოჯახია, უფრო მეტიც, უმეტესობა ერთმანეთის ნათესავები ვართ, ნათელმირონები და მოკლედ 15 წელზე მეტია უკვე ანსამბლის წევრი ვარ მე პირადად და ძალიან დიდი სიხარული და დიდი გვერდში დგომა იგრძნობა ბიჭებისგან და სხვანაირად არც შეგვიძლია. ერთი ოჯახი ვართ და ეს ყველაფერი ძალას გმატებს იმაზე, რომ შენ თავში ყოველთვის იყო მოწოდების სიმაღლეზე და ყოველთვის აჩვენო ის, რაც მაქსიმუმია. რაც წლების წინ ჩემთვის სრულიად წარმოუდგენელი იყო, დღეს ის ნატრა და ოცნება ასრულდა, რომ ესეთი დიდი მომღერლების გვერდით მიწევს დგომა და მათთან ერთად სიმღერა და არა მარტო სიმღერა, ცხოვრებისეულად უკვე ამ ხნის განმავლობაში ჩვენ უკვე ძალიან ბევრი კარგი და თბილად გასახსენებელი მოგონებები დაგვიგროვდა. აი ესე, საქართველოს დაუმოდი. საქართველოს სიმღერა სულიკო ჩვენთვის მართლა ყველაფერს ნიშნავს და რომ ანსამბლს სულიკო ქვია, სულიკოს ყოველთვის სხვანაირი დამოკიდებულებით ვასრულებთ, ეს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლოა, საქართველოსთვის უკვდავი სიმღერა და უნდა იყოს სულიკო.